სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. აზმაიფარაშვილის საარჩევნო კამპანიის ოფიციალური პლატფორმის წარდგენას დაესწრო ლეგენდარული უნგრელი მოჭადრაკე უიდიდ პოლგარი, რომელმაც დღეს ლევან ყიფიანთან და თამარ სანიკიძესთან ერთად საჯარო სკოლებში ჭადრაკის სწავლების და განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა. პოლგარის განცხადებით, ჭადრაკის პროგრამა უნგრულ სკოლებში 1 წელია დაინერგა და ის საკმაოდ პოპულარულია. საინტერესო შეხვედრა იყო. მე მინისტრს გავაცანი ის პროგრამა, რომელიც უნგრეთში უკვე 1 წელია მუშაობს და საკმაოდ კარგი შედეგიც აქვს. ჭადრაკის სკოლებში შეტანას საშუალებას გვაძლევს ბავშვების აზროვნება გავაუმჯობესოთ. ეს იყო პირველი შეხვედრა, რომელიც ჩატარდა, რის შემდეგაც ვდაპირებთ, რომ შევთავაზოთ გარკვეული ფორმატი ქალბატონ იუდიც იმისათვის, რომ ვითანამშრომლოთ. საერთოდ ნამდვილად ცნობილია, რომ ჭადრაკის სწავლას სხვადასხვა ქვეყნებში ძალიან პოზიტიური და კარგი გავლენა აქვს, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის განათლებაზე. შანსები ყოველთვის არსებობს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, როცა საქართველოს წარმომადგენელი იღებენ საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტობაზე, კერძოდ ევროპის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტობაზე.